მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2024 წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მან ამერიკის კონტროლის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფართოებაზე დაიწყო საუბარი. პანამის არხის დაბრუნება ამერიკის სუვერენიტეტის ქვეშ ჩრდილოეთის მეზობლის კანადის 51 შტატად შემოერთება, მექსიკის ყურის სახელის ამერიკის ყურეთ გადარქმევა და გრენლანდიის მისაკუთრება. ასეთია დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ხედვა ინაუგურაციამდე დღეებით ადრე, რომელსაც არაერთი ანალიტიკოსი იმპერიალისტურად აფასებს. 8 იანვარს მარალაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპს კითხეს გამორიცხავს თუ არა სამხედრო ძალის გამოყენებას გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად. პასუხად არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ გამორიცხავს და გრენლანდია მას ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ჭირდება. მაგრამ მაინც რატომ არის ტრამპისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გრენლანდია? ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გრენლანდიაზე კონტროლი გაზრდიდა ამერიკის შეერთებული შტატების გავლენას რესურსებით მდიდარ არქტიკულ რეგიონში, სადაც რუსეთიც და ჩინეთიც სულ უფრო მეტად ცდილობენ საკუთარი გავლენის გამტკიცებას. ამიტომ კუნძულის მდებარეობა შეერთებულ შტატებს რუსეთსა და ევროპას შორის მას როგორც ეკონომიკური, ასევე თავდაცვის მიზნებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ აქ არის ამერიკის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზაც, რომელიც სარაკეტო გამაფრთხილებელი სისტემითაა აღჭურვილი. დონალდ ტრამპის მოულოდნელი განცხადებების შემდეგ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება. ჩვენ დაინტერესებულები ვართ არქტიკულ ზონაში მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს შენარჩუნებით. მზად ვართ ამ კუთხით მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ვითანამშრომლოთ. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და მოვლენების ამ საკმაოდ დრამატულ განვითარებას. ჯერჯერობით მადლობა ღმერთს, მხოლოდ განცხადებების დონეზეა. გრენლანდიაში მოიპოვება ძვირფასი იშვიათი წიაღისეულიც, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილითაც ძირითადად ჩინეთი ვაჭრობს. So what does Greenland have? It doesn't have much. რა გააჩნია გრენლანდიას? დიდი მოსახლეობა არ ყავს, სულ 47,000. აქვს მშვენიერი თეთრი ყინული. ამ ყინულის ქვეშ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის თანახმად არის დიდი რაოდენობით ნავთობი და ტრილიონობით კუბური ფუტი ბუნებრივი აირი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას აქვს იშვიათი ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ისეთი ტექნოლოგიების წარმოებისთვის გამოიყენება, როგორიცაა მობილური ტელეფონები, რასაც ახლა ძირითადად ჩინეთისგან ვიღებთ. მაგრამ გრენლანდიას ნავთობზე, გაზზე და იშვიათ წიაღისეულზე მეტი ყინული აქვს. ძალიან დიდი რაოდენობით ყინული, 2500 ტრილიონ ტონაზე მეტი. ყოველწლიურად კი 200-300 ტონას კარგავს კლიმატის ცვლილებების გამო და ყოველ წელს ყინული სულ უფრო სწრაფად დნება. ეს მთელი მსოფლიოში ძალიან ცუდია. შეიძლება ამას ვერ ვიაზრებდეთ, მაგრამ გრენლანდია განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, კლიმატს და ამინდს. დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული პრეტენზია გრენლანდიის ტერიტორიაზე უარყოფითად შეაფასა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. გრენლანდიის შესახებ გამოთქმული იდეა ცალსახად არ არის კარგი, მაგრამ ალბათ რისი აღნიშვნაც ყველაზე მნიშვნელოვანია ისაა, რომ ეს აშკარად არ მოხდება. ასე რომ ალბათ ამაზე საუბარში ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ. დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი არ არის, რომელმაც გრენლანდიის შეძენის სურვილი გამოთქვა. ამის მცდელობები ჰქონდათ პრეზიდენტების ენდრიუ ჯონსონის და ჰარი ტრუმანის ადმინისტრაციებსაც. ვერც ერთ შემთხვევაში შეთანხმება ვერ შედგა. ამჯერადაც როგორც დანიის, ისე გრენლანდიის მთავრობებმა კატეგორიულად უარყვეს დონალდ ტრამპის წინადადება. ჩვენ არ ვიყიდებით და არც არასდროს გავიყიდებით. არ უნდა დავკარგოთ მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის, განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუდე ეგედემ დეკემბერში. ჯერჯერობით კვლავ ბუნდოვანია სერიოზულად განიხილავს ტრამპი უკვე თეთრსალში დაბრუნების შემდეგ გრენლანდიის მისაკუთრებას თუ მისი განცხადებების სასურველი ეკონომიკური თუ პოლიტიკური დათმობების მისაღებად ვაჭრობის ტაქტიკას წარმოადგენს.